2018 წელს სუმოს ეროვნულ ფედერაციასა და გორის სპორტის განვითარების და ხელშეწყობის სააგენტოს შორის დაიდო მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. ამ პერიოდში დავიწყე მე თვითონ სუმოისტებთან მუშაობა და ჩვენ არ გვაქვს წელი, როცა ევროპის ჩემპიონი არ ყოლოდეს. ჩვენი პრიორიტეტი არის მძიმე წონა. ჩვენ გქონდა ასეთი შემთხვევა 23 წლიანებში ევროპის თასი ფედერაციამ მოგვცა ჩვენ. იმიტომ რომ გორელებმა მოიგეთო. როგორც წესი ეროვნულ ფედერაციაში ინახება თასი, მაგრამ შემთხვევაში ჩვენთან ინახება. რომ ნაკრების 70% არის გორელები. 3 სუმოისტი ჭიდაობს გუნდურ პირველობას. გორში პირველი სუმოს მერცხალი, ასე ვთქვათ, იყო გიგა გელაშვილი, ევროპის მრავალგზის ჩემპიონი. შემდეგ უკვე წამოვიდნენ ახალგაზრდები. შემდეგ იყო ბადრი ხატისკაცი, ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი, ევროპული თამაშების ჩემპიონი, ევროპის მსოფლიოს პრიზიორი. ალბათ 7-8 ევროპის თასი აქვს მოგებული. ლუკა ავაზაშვილი ევროპის 6 გზის ჩემპიონია ასაკობრივ პირველობებზე. ყავს დავით აბალაკი 3 გზის ევროპის ვერცხლის პრიზიორი. დავითი პატარაა 16 წლისაა დავითი. და მსოფლიოს პრიზიორიც არის 18 წლიანებში. ამ ეტაპზე სუმოს პოპულარიზაცია გორში მე მიმაჩნია რომ არ არის სათანადო დონეზე. მე ვერ გეტყვით ამის მიზეზი რა არის. შედეგები გვაქვს. მეტად მე წეგანაც აღნიშნე რომ სპორტის სააგენტომ და ჩოჩურის სახელობის სპორტ სკოლამ გვაძლევს საშუალებას, ბაზა გვაქვს. შეგვიძლია ვივარჯიშოთ, ხელი არ გვეშლება. იმაჩნია რომ ახალგაზრდებაც უნდა პატარებმაც უნდა მიიღონ მონაწილეობა. რაც არ უნდა იყოს, ჩვენ ქართველებმა ვიცით რომ მე ასე ვიტყვი ხოლმე, ბოლოს ასე ვიტყვი. ქართველებს გითხარით ჭიდაობის წესები და ყველაფერს ვიძდებთ და ყველაფერს მოვიგებთ. ბადრი ხატისკაცი 6 თვის განმავლობაში ახლა ჩამოვიდა. მიწვევით იყო ამერიკაში. ამერიკელმა კლუბმა მიიწვია სუმოს პოპულარიზაციის მიზნით. ბადრი ხატისკაცმა ამერიკის ღია პირველობა მოიგო. ხო და ამ შემდეგ გამოთქვეს დაინტერესება. და 6 თვის განმავლობაში ატარებდა მასტერ კლასებს ამერიკაში, როგორც ჩანს, პოპულარიზაციას სჭირდებოდათ. ეხლა ჩამოვიდა, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის ერთ რამეს ვსაზღვრავთ, გთხოვთ ამას მიაქციოთ ყურადღება, სადაც არ უნდა წავიდეს ჩვენი მოჭიდავე. ოფიციალურ შეჯიბრებებზე საქართველოს სახელით უნდა გამოვიდეს. თორემ ესე რო ვთქვათ 10 წლიანი მიწვევა ჰქონდა. ამ ყოველთვის ჩვენი მოჭიდავე ევროპის მსოფლიო ჩემპიონატს იჭდებს საქართველოსთან. არ მოწყდება. დანარჩენი სპორტსმენი შეიძლება წავიდეს, წამოვიდეს, მაგრამ ოფიციალურ შეჯიბრებებზე ყოველთვის ჩვენ ვარჯიშობთ აქ. ოფიციალური შეჯიბრებების წინ ყოველთვის ეწყობა შეკრება. ნაკრების თავარი მწვრთნელი გახლავთ ზურაბ აკუბარდია. გორის სუმოს დამსახურება იყო 2 წლის წინ გორში ჩატარებული სუმოს საქართველოს თასი. მე მიმაჩნია ამ ეტაპზე ჩვენ ნაკრებში ყავს 3 ძიმეწონოსანი, რომელიც არც ერთი შეჯიბრიდან არ ბრუნდება მედლის გარეშე. უმეტესწილად როგორც წესი ოქრო. მე აღნიშნე რომ ლუკა ავაზაშვილი 6-ჯერ არის ევროპის ჩემპიონი. შემიძლია ის სურვილის სახით ერთი რამე გამოთქვა. მე ახალგაზრდებს მოუწოდებ, რომ არის საშუალება რომ თავი გამოიჩინონ და მოვიდნენ ჩვენთან და ივარჯიშონ. დამერწმუნეთ აქ ყველა საშუალებაა, მით უმეტეს ამ დონის სპორტსმენებთან, რომ წარმატებას მიაღწიოთ. ჩვენ ძალღონეს არ დავიშურებთ ამისთვის. მაინც მიმაჩნია რომ უფრო მეტი პოპულარიზაცია უნდა სუმოს საქართველოში. ვისურვებდი რომ ბიჭებისთვის მეტი ხელშეწყობა ყოფილებას. ეს კრიტიკული მომენტი როგორც წესი არის.
საიდან დაინტერესდით ამ სპორტით, რატომ გადაწყვეტეთ რომ ამ სპორტით დაკავებულიყავით და როგორ მოხვდით ზოგადად ამ სფეროში? ბავშვობიდან ვიყავი დაინტერესებული სუმოთი, სადღაც 11 წლიდან შევიყვეს სახეობა სუმო და ეს ყველაფერი გავიგე ჩვენი გორელი სპორტსმენი ასპარეზობდა და თუ შეიძლებოდა რომ სამოყვარულო სუმოში მიგიღო მონაწილეობა მე ვიცოდი რომ მარტო იაპონიაში ტარდებოდა ხოლმე რა სუმოს ჩემპიონატები და გიაგელაშვილი ჭიდაობდა რა გორიდან უგერსენ პირველი სუმოისტი იყო გორელი და ის რო ასპარეზობდა ბავშვობიდან მეუბნებოდი ხოლმე რა 12-13 წლიდან რომ მეც მიმიღო მონაწილეობა თავი გამომეჩინე გამეკეთებინა შედეგი 15 წლის რო გავხდი გიგა ევროპის ჩემპიონატზე ის რა გამიშვეს გორიდან წავედი მე რა 16 წლამდელებში და ვიკავი ერთ წლის მედალი 2015 წელს ესტონეთში გავხდი ევროპის ვიცე-ჩემპიონი ჭაბუკთა პირველობაზე ეგ იყო ჩემი პირველი შეჯიბრი და იმის შემდეგ ამ სპორტის სახეობით მოვიწამე მე 2016 წელს შედეგები გავაკეთე ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოები ავიღე და იმის მერე მოვდივარ ამ სახეობით ესე ასაკობრივებით მოვდივარ და დღეს უკვე და 2-3 წელია დიდებში ვასპარეზობ და მაქვს საუკეთესო შედეგები. როგორც ევროპულ გუნდურ ჩათვლაში, ასევე პირად ჩათვლაშიც აქვს შედეგები. ბავშვობიდან დაინტერესებული ვიყავი, მაინტერესებდა ეს სპორტი. შემდეგ გიგა გელაშვილი ჩვენი ოჯახის ახლობელია და წამომიყვანა მავაჯიშებდა ბაკო ხატისკაცთან ერთად. და გიგა გელაშვილმა და ბაკო ხატისკაცმა მასწავლეს 2021 წლიდან გავდივარ ყოველი წელიწად ევროპის ჩემპიონატზე 2020 წლიდან ვარ სუმოში მეხმარება ძირითადად ბაკო ხატისკაცი ვაჯიშებში და მასწავლის ყველაფერი ვიცი ბაკო ხატისკაციდან ეხლა ამ ეტაპზე ამ ეტაპზე ვემზადებით ევროპის თასისათვის პოლონეთში. ევროპის თასისათვის პოლონეთში, შემდეგ გვაქვს ზბურები და ზბურებიდან მივიდივართ ევროპის ჩემპიონატზე. უნგრეთში. ვემზადებით ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, რომ ვიასპარეზოთ და კარგი მედლები ჩამოვიტანოთ. ასევე გვინდა მადლობა გადაუხადოთ ჩვენ პირად ტრენერს მერა პაიჭაძეს, ასევე ნაკრების ტრენერებს ავთო ცერცვაძეს და ზურაბ აკუპარდიას და ჩვენ ფედერაციის პრეზიდენტს ლევან საგურიას გვერდში დგომისთვის. ყველაფერი მათი დამსახურება არის რომ ეხლა ჭიდაობთ და ვასპარეზობთ დანარჩენი კიდე შედეგს რო ვაკეთებთ ჩვენ შრომობთ რა და უჯერებთ მითითებებს და ვაკეთებთ ასე თუ ისე კაი შედეგებს. მათი დამსახურება ჩვენი შედეგები. მე პირადად რომ ემზადები ხოლმე ევროპის ჩემპიონატისთვის მეხმარებიან ხოლმე ბიჭები, როგორც თავისუფლის მოჭიდავეები, ასევე ძიუდოისტები და ასევე ხელს მიწყობენ ყველა ტრენერები, რომ დავდივარ სხვადასხვა დარბაზებში და ვევარჩევ ძიმეწონებს. ასევე ჩემი გუნდელი ლუკაც ევარჯიშება ხოლმე და ეს ერთმანეთს გვერდში უდგავართ, რომ სასრულო შედეგს მივაღწიოთ. ასევე ყავს პატარა 18 წლამდელებში მოვასპარეზე დავითი აბალაკი ისიც ყველანაირად ჩვენ გვერდზია და ეს ერთმანეთს ძალიან ცოტანი ვართ სუმოისტები და ერთმანეთს გატანით ესე ვაკეთებთ შედეგებს რა. რაც შეეხება შეჯიბრებებს წინა წელს იყო ძალიან ნაყოფიერი წელი საქართველოს სუმოს ეროვნულ ნაკრებისათვის. ავიღეთ მსოფლიოს ჩემპიონატზე იმდენი მედალი რომ საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. და 20 წლის განმავლობაში არ ყოფილა ეგ შედეგი, რაც მედალა შეძლებელზე მივაღწიეთ წინა წელს. და აღსანიშნავია რომ 2 წელია საქართველოს ნაკრების სუმოში მსოფლიოს ჩემპიონატის გუნდურ შეჯიბრებაში ვიღებთ მე-3 ადგილს. იმ ქვეყნებში ვდგევართ, რომელშიც არიან იაპონია, მონღოლეთი, უკრაინა და საქართველო. ანუ 4 უძლიერეს გუნდში მსოფლიოსზე ვართ ქართველები. და ასევე ევროპის ჩემპიონატზეც ევროპის ჩემპიონატზე უკვე პირველ ნომრები ვარ.